ძალიან კარგია ვარჯიში, თუმცა კარგია ვიცოდეთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში უკვე კულტურის სფეროში და სხვადასხვა სფეროში, ასე რომ დავიწყოთ ინფორმაციის მიწოდება მაყურებლისთვის. მთავრობის ადმინისტრაციის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის საფრანგეთის საელჩოს და კამპუს ფრანსის ერთობლივი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018. ასე ქვია სასტიპენდიო პროგრამას, რომელიც საქართველოს 15-მდე მოქალაქეს ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე განსაზღვრული მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მოპოვების საშუალებას მისცემს. ფიქრობ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით განხორციელებისთვის საქართველოს მომზადებული კადრები სჭირდება. სწორედ ამიტომ ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ორმაგ სადიპლომო პროგრამას. საფრანგეთის საქართველოში შექმნის ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ქართველ სტუდენტებს კი საშუალება ექნებათ მოიპოვონ საფრანგეთის უნივერსიტეტის დიპლომი საქართველოში. 2017 წელს უკვე მეორე კოჰორტა წავა სტუდენტებისა, შერჩეული სტუდენტებისა სასწავლებლად. თუ რას ითვალისწინებს პროგრამა, სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში. უპირველეს ყოვლისა ეს პროგრამა არის მიმართული იმისთვის და იმაზე მომართული, რომ საქართველოს საუკეთესო სტუდენტებმა შეძლონ თავიანთი აღიარებული ხარისხის მიღება საფრანგეთში.